ვერ ყოლობდა სამსახურს, გავგიჟდი რატო რანაირად. CV მქონდა Excel-ში. Excel-ში? ჩემი აზრით, უნდობლობა კანდიდატების მხრიდან ოფისში თუ არ ზიხარნი, არ ვიცი რასაკეთებ და როგორ მუშაობ, ამიტომ ტყუილად გიხდი. პრობლემა კიდე რა შეიცი? სახლიდან რომ მუშაობენ, რატომღაც გონიათ, რომ უფრო ნაკლები უნდა გადაუხადონ დასაქმებულს კომპანიებმა. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ოფისშიც არაფერს არ აკეთებენ და შესაბამისად სახლიდანაც არაფერს არ გააკეთებენ. ის რომ კომპანიამ არ აიყვანა, თუნდაც ტოპ პროფესიონალი. ამ პროფესიონალსაც შეიძლება უტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ არ ვარგა. კარიერული პოზიციონირება, რომელიც თითქმის ყველას აკრია, რომელიც მოდის ჩემთან. უნდათ სამსახური, მაგრამ ზუსტად არ იციან სად უნდათ. მე ტალურად ამუშავებ მოკლედ, ამზადებ რეალურად დასაქმების ბაზრისთვის, რომელიც საკმაოდ harsh არის. Facebook-ი, Instagram-ი, LinkedIn-ი, Resume-ს ყველაფერი არის შენი ბრენდი. ვინც ციფრულად არ იქნება აქტიურად და საკუთარი კომუნიკაცია პირადი ბრენდი არ იქნება, კიდევ უფრო დაბალანაზღაურებადი და შეუმჩნეველი გახდება ბაზარზე, მსოფლიოს მასშტაბით. შენ თუ საკუთარ თავს ვერ შველი მაგ დონეზე რომ შენი პირადი ბრენდი ააშენო, იმ ადამიანს თუნდაც პატარა ბაზარზე, თუნდაც ერთ დამსაქმებელთან პირად ბრენდს ვერ აუშენებ, ხო? დღეს ყველას აბსოლუტურად დეტალებში უყურებს და ეს მცირე დეტალები ქმნიან ზუსტად იმ პირველად შთაბეჭდილებას, რაც შენ მერე სხვადასხვა კარებს იღებს. გააქტიურდით საკუთარი კარიერული მიზნებისთვის და ეცადეთ, რომ ბევრ ადამიანთან იმყოფოთ. გამარჯობა, ეს არის არხი ფრილანსერი და ჩვენი გადაცემა ფრილანს ფანჯარა, სადაც საინტერესო ადამიანებს მოგიყვანთ იმისთვის, რომ კარიერულად განვითარდეთ, გაიზარდოთ, ისწავლოთ უფრო მეტი თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პროფესიებზე, გაიგოთ მეტი დამსაქმებლებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ვის მოვიყვანდი დღეს, სხვას თუ არა სალომე სულაბერიძეს, რომელმაც თავი დაიმკვიდრა როგორც ტოპ კარიერ კონსულტანტი ამ სახელწოდებით და LinkedIn-ი თუ გაქვთ, დარწმუნებული ვარ, არაერთი თქვენგანი შეხვდებოდა ხოლმე სალომე სულაბერიძის პოსტებს. გამარჯობა სალომე, მადლობა რომ მოხვედი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბარი ძალიან საინტერესოდ ჩაივლის. გამარჯობა ნინი, დიდი მადლობა ასეთ წარსდგენისთვის. ვიმედოვნებ მაქსიმალურად გულწრფელი ვიქნები და ყველა შენ კითხვას უპასუხებ. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია. რამდენი წელია რაც ამ სფეროში ხარ და როგორ დაიწყე ეს მე და შენ რამდენიმე სიტყვით ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც მინდა რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს. კი ბატონო, ოფიციალურად ვარ წელიწად ნახევარია უკვე, რაც LinkedIn-ზე დავიწყე აქტიურობა და არაოფიციალურად ფაქტობრივად ვერთობოდი ამ საქმით და უსასყიდლოდ ვეხმარებოდი ადამიანებს სამ ხნის განმავლობაში 2021 წლიდან. დაახლოებით 4 წელიწადია საქმეში ვარ და ოფიციალურად წელიწად ნახევარია. და რამდენი ადამიანს გაუვლია შენ ხელში? აი მე აღარ ვითვლი, მართლა აღარ ვითვლი, 1000-ზე მეტი დარწმუნებული ვარ რომ უკვე არის. და აქედან უმრავლესობა რომელი პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ? აი დავუშვათ თუ აწარმოებ გარკვეულ სტატისტიკას. მიახლოებით შემიძლია გითხრა ისე ნებისმიერი მიმართულების ადამიანი მოდის, მაგრამ ну, რა თქმა უნდა, ტექ ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან ძირითადად, ვინაიდან დისტანციური სამსახურის ძიების პროცესში არიან და ყველაზე მეტად აქ უჭირთ. და საქართველოს ბაზარზე არის მოთხოვნა დღეს დისტანციურ სამსახურებზე ბიზნესების მხრიდან, შენ როგორც ადამიანს, რომელიც არაერთ ბიზნესთან არის პირდაპირ კავშირში, გეკითხები, ზოგადი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ აი შენი გამოცდილება მინდა რომ გამიზიარო ამას. ბიზნესების მხრიდან ნაკლები არის. მიხარია რომ ჰიბრიდული რეჟიმი ნელ-ნელა უკვე წამოვიდა და ადამიანებს ასე თუ ისე კომფორტი ეძლევა ამ მიმართულებით, მაგრამ დისტანციური და თანაც ქართული კომპანია რომ ამის საშუალებას იძლეოდეს ძალიან ნაკლებია. და შენი აზრით რა არის ამის მიზეზი? ბევრი მიზეზია, მაგრამ მე რასაც ვფიქრობ, ჩემი აზრით, უნდობლობა კანდიდატების მხრიდან, ოფისში თუ არ ზიხარნი, არ ვიცი რასაკეთებ და როგორ მუშაობ, ამიტომ ტყუილად გიხდი და მეორე არ არიან კომპანიები მზად დისტანციური მუშაობისთვის. ინფრასტრუქტურა აქვს და მენეჯმენტით შესაბამისი.
ხო, ნამდვილად, როდესაც სამსახურში მოდის თანამშრომელი და გთხოვს რომ ემუშაო დისტანციურად, ვალდებულება გაქვს გარკვეულწილად რომ მისი სამუშაო რეჟიმი ცოტა სხვანაირად მართა ონლაინ რეჟიმში და როდესაც ერთ სამუშაო სივრცეში ხართ ეს მარტივია გახედავ ლეპტოპში მუშაობს თუ არა. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ალბათ უფრო კოვიდის პერიოდმა განაპირობა რა. ბევრი გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე, ვიღაცებმა ახალი პროფესიები შეისწავლეს. კი ბატონო, იყვნენ არიან და სულ იქნებიან პროფესიონალები, რომლებიც საიდანაც არ უნდა მუშაობდნენ, აუცილებლად თავის საქმეს იმის გამო რომ კარიერულად გაიზარდონ, მაქსიმალურად ეცდებიან რომ კარგად აკეთონ, მაგრამ მოდი ვაღიაროთ ხანდახან დისტანციურად გვიმუშავია და მეც ვიმუშავია გზიდან, სალონიდან. დასასვენებელი კურორტიდან და ასე შემდეგ და ალბათ ისევ და ისევ ფრილანსერების ბრალია ეს ყველაფერი. თუმცა ალბათ საქმესაც გააჩნია. ხო, ანუ რაღაცები შეგვიძლია ესე ვაკეთოთ. რაღაცები და ყველა სფეროს ვერ მოარგებ დისტანციურს აბსოლუტურად გეთანხმები და ალბათ დროსთან ერთადაც შეუძლებელი იქნება, მაგრამ არის ძალიან ბევრი პოზიციები, საერთოდ არ ჭირდება ოფისში ყოფნა და უბრალოდ ალბათ ფიქრობ, გამბედაობა ჭირდება ამ ყველაფერს და სიახლის მიღება, რისთვისაც ბევრი ადამიანი არ არის მზად და კომპანიას სხვა ადამიანები მართავენ შესაბამისად. ცოტა მენტალობის ბრალიც არის ჩემი აზრით. სამსახურში თანამშრომელი რომ მოგდის, ვალდებულება გაქვს, რომ იქ მინიმუმ კომპიუტერი დაახვედრო, სამუშაო ადგილი დაახვედრო. ანუ ელექტროენერგია, რასაც ის მოიხმარს, თუნდაც ის რესურსი ელემენტარული ჩაიყავა ყველა ოფისს აქვს და ასე შემდეგ. ანუ ყოველთვიურად საკმაო ხარჯებზე გადის კომუნალურები. კი ბატონო, და ფართი, კომერციული ფართები ძალიან ძვირი ყავს. ამ დროს სახლში ადამიანი შეიძლება მუშაობდეს დისტანციურად, საკუთარი სახლიდან, საკუთარი ლეპტოპით და ამაში ჰქონდეს, ადეკვატური ანაზღაურება. პრობლემა კიდე რა შეიცი, სახლიდან რომ მუშაობენ, რატომღაც გონიათ, რომ უფრო ნაკლები უნდა გადაუხადონ დასაქმებულს კომპანიებმა. კი, ზუსტად. არადა ის ვინც სახლიდან მუშაობს, პროფესიონალი, ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალ ანაზღაურებადია ის ვინც შენთან მოსასვლელად მზადაა, რომ არ ვიცი, საათნახევრიანი საცობი გადალახოს. შეიძლება, სწორ რაღაცას ამბობ. თან ის დამოკიდებულება ნაკლები გეკუთვნის, თითქოს წარმოუდგენიათ სახლიდან მუშაობა, ძალიან მარტივია, ისვენებ. ამ დროს მე ვფიქრობ და არა მარტო მე, ვინც ფრილანსერია განსაკუთრებით დამეთანხმება, ყველაზე მეტ სახლიდან ვმუშაობ, 8 საათზე მეტსაც. არც ისვენებ, ვერც ხვდები დრო ისე სწრაფად გადის, ლეპტოპის დახურვის საშუალებაც არ გაქვს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მიჯაჭვული ხდები შენ საქმეზე და უფრო ბევრად მარტივი ოფისიდან 6 საათზე ადგე და გამოხვიდე, გამოიხურო კარი და დაასრულო ყველაფერი, ვიდრე სახლში, როდესაც დილიდან საყოველამდე დივანზე ან თუნდაც ოფისის მაგიდაზე ზიხარ და მუშაობ. აი მე ვარ ეგრე, ზუსტად სამუშაო საათებში რა მესიჯებიც მოდის. რო ასრულებ ხოლმე, მე რო შევდივარ და მხვდება რაღაც ისეთი, სადაც ჩემი ჩართულობა აუცილებელი იყო, უბრალოდ გული არ მithმენს, რომ არ მივიწერო. ეს იმიტომ ისევ და ისევ, რომ საქმე არ გაფუჭდეს და ალბათ მეც ის კომპლექსი მაქვს, რომ დისტანციურ სამუშაოს არ მიეწეროს ის, რომ რაღაცა ისე ვერ მიდის, როგორც უნდა წასულიყო რა. ეს ჩვენი ბრალია, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა დავამენეჯმენტოთ ეს ყველაფერი, თუმცა სტატისტიკურად გამოკითხვაც გამიკეთებია ჩემს მომხმარებლებთან და არა მარტო ბევრად მეტ საათს უთმობენ მუშაობას და ფიქრობ, რომ ეს ცოტა რთული დასარეგულირებელი, ანუ კომპანიები ამას ჯერ ვერ გებულობენ, რას ნიშნავს სახლიდან მუშაობა, როგორც აღნიშნე, უნდობლობის გამო, მაგრამ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ოფისიდანაც არაფერს არ აკეთებენ და შესაბამისად სახლიდანაც არაფერს არ გააკეთებენ. ეს უბრალოდ ადამიანზე არის დამოკიდებული და უნდა გაგიმართლოს სწორი კანდიდატის არჩევაში. თორე ის სადიჯდება და საიდან გაგიკეთებს საქმეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ახლა იმაზე გადავიდეთ, შენ რას უკეთებ ადამიანებს, ვინც შენთან მოდიან კონსულტაციის მიზნით. ან პირველ რიგში ამუშავებ მათ რეზიუმეს, ეხმარები გასაუბრების ეტაპების გავლაში, აკვალიანებ რა შეიძლება. მენტალურად ამუშავებ, მოკლედ, ამზადებ რეალურად დასაქმების ბაზრისთვის, რომელიც საკმაოდ harsh არის, არსებობს ეგეთი სიტყვა ქართულად მე მგონი საკმაოდ მძიმეა რა. მძიმეა და გაურკვეველია. ძალიან ბუნდოვანია ყველაფერი. პირველ რიგში თვით გამორკვევას ვაკეთებთ, სად აქვს მეტი შანსი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე. ანუ სწორი ამას ვეძახი კარიერული პოზიციონირება, რომელიც თითქმის ყველას აკლია, რომელიც მოდის ჩემთან. უნდათ სამსახური, მაგრამ ზუსტად არ იციან სად უნდათ. თუ არ იცი სად გინდა, შესაბამისად ძიების პროცესიც ქაოტურია.
შესაბამისად რეზიუმეც ქაოტურია. ოღონდ სადმე დავსაქმდე. ხსნი ვაკანსიას, ვაუ, მე ვაკმაყოფილებ ამ აღწერას და მოდი გავაგზავნე ამ საყოველთაო რეზიუმეს, რომელიც საერთოდ არ არის მიზანმიმართული ვაკანსიასთან. მაგრამ შენ გონია რომ გამოგივა და ამ დროს შენ გაგიმის მოლოდინი, რომ ისინიც მიხვდებიან, რომ შენ გამოგივა და დაგირეკავენ. ხო, ამ დროს ყოველი გაგზავნისა, სადაც გზავნი და მართლა გინდა რომ დასაქმდე, რეზიუმე მის მიხედვით უნდა დააპდეითო, თუნდაც ფუნქცია მოვალეობები. აუცილებლად ვაკანსიას რაც ქვია სახელწოდება, ზუსტად ის უნდა დაიწერო სახელის და გვარის ქვემოთ. თუ გინდა რომ ყურადღება მიიქცეს მინიმალური ცვლილება რაც შემიძლია. მეილზე რომ გაგზავნია საბჯექტში რომ უნდა ჩაწერონ, ეს სულ ყოველთვის ავიწყდება. ტექსტიც რომ უნდა მიაყოლო მეილში და როგორი ტექსტი გამარჯობა გიზიარებთ რეზიუმეს არ არის საკმარისი. შენ უნდა გაუსვა ხაზი რატომ ხარ სწორი კანდიდატი იმ ვაკანსიისთვის რომელზეც აგზავნი. ბოლოს ხელოვნური ინტელექტი ყველამ იმდენად დაამოღამა და კარგია კიდევაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია საშიშიცაა მაგრამ კარგია გააჩნია ხო მე მაგალითად ვაკანსია მქონდა გამოცხადებული ფრილანსერის ასისტენტზე და ერთ-ერთში ხვდები რომელი არის ხელოვნური ინტელექტის დაგენერირებული ტექსტი ერთ-ერთში აი თითქოს რაღაცა ის დაიკარგა პიროვნული შემხებლობის წერტილები, როგორ თქვა, რაღაცა ობიექტური და სუბიექტური რეალობა თითქოს აი რაღაცნაირად გაერთიანდა. ანუ ვეღარ ხვდები ადამიანი რეალურად მართლა ჩემთვის წერს ამ ყველაფერს, მართლა იფიქრა რომ მე ვარ ის კომპანია, სადაც მართლა ისურვებდა აქ მუშაობას, თუ ეს არის იმიტომ რომ მან მიიქციოს ჩემი ყურადღება. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ მომხმარებელს რომ აუცილებლად უნდა დაიხმარო AI, იმიტომ რომ დროს გიზოგავს, მაგრამ სასწაულად გიზოგავს და copy paste და AI-ის ტექსტი უცებ მოგაწოდა და მიიჩნევ რომ ვაუ, ძალიან მაგარია და გავაგზავნოთ, პირიქით უფრო დაგაზიანებს დღეს, იმიტომ რომ აი ხლა ვერავის ვეღარ მოატყუებ, მით უმეტეს კორპორატიულ გარემოში ყველა მიცის ხელოვნური ინტელექტი რა არის, ხო? ამიტომ AI უნდა გამოვიყენოთ ანალიზისთვის. შენ ვაკანსიას და რეზიუმეს მაგალითად, ხო? რა ანალიზის უნდა არის შეუძლია უცებ გააკეთოს AI ამ წამებში, ამას ადამიანი დაჯდება და 15-20 წუთი მაინც დაჭირდება, რომ გაიაზროს ტექსტის შინაარსი, რა მოთხოვნები აქვს, რომელი კომპანია და ასე შემდეგ. შეგიძლია ანალიზი გააკეთებინო, ამ ანალიზის მიხედვით უკვე დააგენერირო ტექსტი, შაბლონური, რომელიც აუცილებლად უნდა მოერგო პიროვნულად და შენი tone of voice, როგორ არის ხმა, აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს შიგნით. ეს არ არის რთული. ზუსტად 10 წუთის ამბავია. ფოტოები რას ეტყვი? ვერაფერს ვერ უტყვი, იმიტომ რომ кайხანი მეც ხელოვნური ინტელექტის ფოტოთი მუშაობდი, მაგრამ ფიქრობ რომ ძალიან გავდა. ზოგს არ ეტყობა, მაგრამ მე მქონია შემთხვევა სივებში ესეთი ფოტოები გამოგზავნიათ, ხელოვნური ინტელექტს აღარავინ აღარჩივის. აპლიკაციას გააჩნია, ხო, აი უფასო ვერსიები არის საშინელება ხელოვნური ინტელექტის, რომლებიც ფოტოებს აგენერირებს და რამოდენიმე არის კარგი, რომელიც თავადაც გამომიცდია. Momo AI არის ძალიან კარგი ფასიანი აპლიკაცია, რომელიც თითქმის ერთ-ერთში გამოგვანებს და ბევრ ფუნქციას გაძლევს რა ერთში. ჩვენიერი, მაგრამ AI დაგენერირებულ ფოტოებზე მეტად მაწუხებს ფოტოები რესტორნიდან, ფოტოები მთლიანი სხეულით, ფოტოები პროფილში, ფოტოები მეგობრებთან ერთად, გადაღებული, ამოჭრილი. მეც მედო ჩემი კარიერის დასაწყისში, სადღაც 12 წლის წინ რესტორნის ფოტო, რომელიც არ იყო 3-4-ზე, ანუ ესეთ მხრებს ზემოთ და იმ ფოტოთი კოლ-ცენტრის ოპერატორზე დავსაქმდი სხვათა შორის. არც Word-ში არ უნდა გქონდეთ ხალხო CV და ერთი მეგობარი მყავდა ძალიან მაგარი, ძალიან ანუ პროფესიულად სასტუმროს მართველი იყო და მე რაღაც პერიოდი სასტუმრო დაიხურა, ახალ სამსახურს ეძებდა და ვერ პოვლობდა სამსახურს, გავგიჟდი რატო რანაირად CV მქონდა Excel-ში. Excel-ში? ეგ მართლა არ მინახავს ჯერჯერობით. დიახ, თავის კომპანია გააკეთა. ცირედი არის საკმარისი იმისთვის, რომ კარი გაგიხოს რა კარიერულად და ზუსტად ამაში ვეხმარები ადამიანებს. ერთი შეხედვით ძალიან მარტივია ჩემი საქმიანობა, მაგრამ საერთოდ არ არის. შენ მოგმართავენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სხვა გზა არ აქვთ, ანუ არ წარმოუდგენიათ, რომ სხვა გზა შეიძლება ჰქონდეთ და გაიდინგი სჭირდებათ, რომ შენ დაეხმარო, ურჩიო, როგორი CV ჰქონდეთ და როგორ მოიქცნენ თვითონ გასაუბრებაზე. და ამ ადამიანებს მართლა სჭირდებათ მენტალური დამუშავება, რომ საკუთარი თავის და შესაძლებლობების ირწმუნონ. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კომპანიებთან, როდესაც მიდიან კაი ტიპები, ისინი ისე ამუშავებენ, რომ გამოდიან თითქოს
რაღაცა ნაკლია აქვთ, თითქოს რაღაცა პრობლემაა. ხანდახან ის რომ კომპანიამ არ აიყვანა, თუნდაც ტოპ პროფესიონალი ამ პროფესიონალსაც შეიძლება უტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ არ ვარ გამოსვლის. კი, ჩემთან უმეტესად ტოპ პროფესიონალები მოდიან, ყველას გონია რომ კარიერის კონსულტანტი არის დამწყებისთვის. პირიქით, პროცენტულად არის strong middle, ძლიერი საშუალო რგოლის კანდიდატი და ტოპ მენეჯმენტის პროფესიონალები, ვინც მომართავენ. იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ უკვე თვითგვემა, რომ ამდენი ვიწვალე, ვიშრომე, გამოცდილება მაქვს, აი რეზიუმეც კარგი მაქვს, შეხედეთ, მაგრამ მაინც არავინ არ მირეკავს. ან თუ მირეკავს, გასაუბრებებიდან სიჩუმეა. და მე ვმუშაობ ისეთ პროფესიონალებთან, რომლებსაც წესით არ უნდა გქონდეთ ბაზარზე პრობლემა, მაგრამ აქ იცი რა პრობლემა არის დღეს უკვე ხელოვნურმა ინტელექტმა საერთოდ დამოაყირავა ეს შერჩევის პროცესი და ზოგადად გაციფულდა ხო ყველაფერი და ადამიანები უკვე აღარ გამოირჩევიან ერთმანეთისგან. ანუ შესამჩნევები ვერ ხდებიან იმ 200 და 300 რეზიუმეში რა და ყველაზე მეტად არის სწორად მიაწოდო ეს შენი გამოცდილება და ისე ეფექტურად რომ როგორც კი გახსნიან შენს LinkedIn პროფილს ან თუნდაც რეზიუმეს, ვაუ, აი 6 წამში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს კანდიდატი აუცილებლად უნდა დავურეკო და მოვიწვიო და გავესაუბრო. აი ეს მომენტი უჭირს ხალხს. ანუ საკუთარი ბრენდინგის გაკეთება არ ვიცით ადამიანებმა, არც მე არ ვიცოდი და ზუსტად მაგიტო ვიყავი ჭრილში. მე დღემდე არ ვიცი, ანუ ვცდილობ, თან ბრაზდები რომ ამას ვერ ხედავენ სხვები, იმიტომ რომ მე მაქვს ამბიცია, რომ ძალიან გამოცდილი ვარ. და ამ დროს ყველაფერს აბრალებს საკუთარი თავის გარდა და ეს გზა მეც გავიარებ. ამიტომ კარგად მესმის. მე არ განვიკითხავ ადამიანს, რომელიც უკვე სასწარკვეთას არის მიცემული და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი პროფესიონალია, მაინც ნეგატივში ჩავარდა, იმიტომ რომ რაღაცა ვერ მიაგნო. დღევანდელ ბაზარზე ეს რაღაცა არის პირადი ბრენდის ქონა. Facebook, Instagram, LinkedIn, რეზიუმე, ეს ყველაფერი არის შენი ბრენდი. წამებში ადამიანისთვის უნდა გამოიწვიო ადამიანებისგან ნდობა და ექსპერტიზა უნდა დაამტკიცო. ზუსტად 10 წამში, მეტი არ არის საჭირო. ის პროფილის ფოტოც, რეზიუმეში ჩასმული ფოტოც, ხო ვიღაცა იტყვის, რომ ეხლა რა მნიშვნელობა თავარი არის შინაარსი და უნდა ჩაიხედო, რომ რა არ არის ასე. დღეს ყველას აბსოლუტურად დეტალებში უყურებს და ეს მცირე დეტალები ქმნიან ზუსტად იმ პირველ შთაბეჭდილებას, რაც შენ მერე სხვადასხვა კარებს გიღებს. მე მართალია ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ არის მიღებული რომ პროფილის ზოგადად ფოტო იყოს რეზიუმეში. საერთოდ ეს ალბათ იმიტომ რომ ცოტა სუბიექტურობა კი და დისკრიმინაციაა. ხო, მიკერძოება არ გამოიხატოს, ეს უფრო ლამაზია, ეს უფრო არ არის და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ მაინც როცა ხედავ რეზიუმეს და ხედავ ადამიანს, მის უკან რა დგას, რა ბექგრაუნდი, ასოცირებას რაღაც დონეზე მაინც აკეთებ. შეიძლება კლიშე ჟღერს, მაგრამ ფაქტი ესეა. ჟღერს და არის კიდეც, მაგრამ ეს ხო რეალობაა. ჩვენ ამას ვერ გავექცევით. კი, ბევრია პროტესტებს და განსაკუთრებით LinkedIn-ზე არის პოსტები, რომ როგორ შეიძლება ადამიანი ეს ერთი რეზიუმეთი შეაფასო, მომეცი შანსი. ფიზიკურად შეუძლებელია 200 კაც შანსი მისცერა. არავის არ აქვს ამის დრო და თუმცა კაი რეკრუტერი მაინც ახერხებს, ოღონდ ახერხებს კარგი რეზიუმედან ამორჩევას. შენ შეიძლება იყო კარგი, მაგრამ არაფჩვენებდეს ამას მართლა ჩენი რეზიუმე. შენ ქონია კარიერაში სასწარკვეთის მომენტები? მე რამდენის კიდე. ესე იგი, საერთაშორისო ურთიერთობები დავამთავრე. ბარსელონაში მაგისტრატურა ისევ სოციოპოლის მიმართულებით, 4 ენას ვფლობ. იტალიური, ესპანური, ინგლისური. თან ფლობ მართლა კარგად ფლობ და ამის მიუხედავად მაინც წელიწად ნახევარი განსაკუთრებით როდესაც ესპანეთში ვიყავი სწავლის პერიოდში ერთი გასაუბრება არ მქონია ნინი 2018 წელი იყო ჩავედი მაგისტრატურაზე მქონდა უამრავი დრო მინდოდა რომ იქ მემუშავა კიდეც part time იქნებოდა full time არ მქონდა მნიშვნელობა ვაგზავნიდი ამ ჩემს ევროპასის რეზიუმეს, რომელიც 2010 წლიდან რაც კი გამიკეთებია ყველაფერი მეწერა შიგნით. და ისეთ პოზიციებზე ვაგზავნიდი დღევანდელი გადმოსახედიდან რომ უკვირდები უკვე მეცინება. იმ მომენტში ბრაზდებოდი რომ არავინ არ მირეკავდა, მაგრამ საერთოდ არანაირი შესაბამისობა არ მქონდა რეზიუმესა და ვაკანსიებს შორის. ანუ მე ვიცოდი რომ იმას გავაკეთებდი, ვაკანსიაში რა მოთხოვნების იყო და მქონდა გამოცდილება, მაგრამ რეზიუმეს არ ვცვლიდი ცოცხალი თავით. მეზარებოდა არ ვიცოდი გაკეთება, როგორ ეს შესაბამისობა რას ნიშნავდა, საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა არაფრის და 7 თვის განმავლობაში დღეარ გასულა, რომ დასაქმების საიტზე არ ყოფილიყავი და აი ვაგზავნე, მაგრამ რა თქინდა, ერთი მეილი არ მომსვლია. რომ აი მინიმუმ გასაუბრებაზე მაინც მოდის, გთხოვთ.
აი მე ვფიქრობდი ალბათ უცხოელი რა ვარ მაგის ბრალია, მაგრამ მე გავხედავდი ჩემ კურსელებს უცხოელები იყვნენ და მუშაობდნენ. რაღაცას ვერ ვაკეთებ, ვფიქრობდი რა და აი ზუსტად მანდ იყო, რომ აი გაუბრასდი, მომიშალა ნერვები. მეთქი რაღაცას ჩემი ბრალია აშკარად ვიხარ, როგორ შეიძლება ამ სამყაროში ერთი სალომე სულობერძის ადგილი ვერ მოიძებნოს თქო რა. და მათ ჩაუჯექი ყველაფერს, კოუჩებს, ტუტორიალებს, კურსებს, დასაქმებაზე ყველაფერი გადავქექე, რაც კი შეიძლებოდა და გარდა ამ თეორიული ნაწილისა, დავიწყე პრაქტიკა, ახლობლებით. ჯერ ჩემი თავით, რა თქმა უნდა, და მე მარტივად დავსაქმნი, დამეხმარა ძალიან ეს ხრიკები, მაგრამ მე უკვე მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა ეს საქმე, ვიღაც რომ დამირეკავდა და აი სალომე ამიყვანეს და ძალიან დიდი მადლობა, ყველაფერს ენთუზიაზმით ვაკეთებდი რა. მე იმან მეგობარს უთხრა, მეგობარმა ვიღაცას უთხრა და ერთ დღეს გავიღვიძე და ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვდა დახმარებას და ხა ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მე რომ ეს ენთუზიაზმით დაუმჯდარიყავი და თან მაშინ IA-იც არ იყო, რეზიუმების კეთებას მეხუმრები 3-4 საათი მაინც მჭირდებოდა. და აი მან გამიჩნდა უკვე ინტერესი ამ საქმისადმი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს როცა ადამიანს ბედნიერს ვუყურებ და წარმატებაში წვრილი მიმიწყვის რა. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი თუ მასშტაბურად ეს ჩემი ბიზნესი იქნებოდა. აი ვერ წარმომედგინა. და როცა უკვე დავბრუნდი საქართველოში, გავაგრძელე სტანდარტულად full time მუშაობა, გეიმინგშიც ვიყავი, e-commerce-ის მიმართულებით team lead-ის პოზიცია მეკავა ბოლოს და აი ბოლოს უკვე მივხვდი, რომ რაღაცა სხვა მინდოდა, ისეთი, რომელიც მე სიამოვნებოდა, თან შემოსავლიანი იქნებოდა და თან ადამიანებს გავახარებდი და რაღაც პრობლემას გადაუჭრიდი. და ამას მივაკენდი 2024 წლის მარტს, როდესაც LinkedIn-ზე პირველი პოსტი დავწერე. ძალიან მაგარია. შენ პოსტებს ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე და ყოველ ჯერზე ერთ-ერთი არ ტყავ იმ პრობლემას, რაც დგას. ყოველთვის აქვს ძალიან ბევრი გამოხმაურება და ამიტომაა რომ შენ ესე იგი ძალიან ბევრი კარიერული success case-ი გაქვს. იმიტომ რომ რეალურად ადამიანებს ვისაც ეხმარები, მართლა უხსნი გზას იმისთვის რომ დასაქმდეს ელემენტარული მათ უწევ რეკომენდაციას შენი საკუთარი როგორც ინფლუენსერი ფაქტობრივად საკუთარი გვერდით, სადაც ასევე სხვა დამსაქმებლები ნახულობენ და გიკავშირდებიან. მოდი ახლა ცოტა ისეთ შეკითხვას დაგისვამ. რამდენად შემოსავლიანია ეს სფერო? ანუ ადრე ვუყურებდი ხოლმე ამ პროფესიას სკეპტიკურად, მანამ სანამ შენ გაგიცნობდი. მადლობა. ძალიან შემოსავლიანია თუ შენს ბრენდზე კარგად მუშაობ და ნამდვილად უჭრი პრობლემას სხვებს, იმიტომ რომ რეკომენდაციები უმნიშვნელოვანესია ამ სფეროში. შენ თუ შედეგები ვერ დაინახე შენი მომხმარებლის და ისიც არ აღფრთოვანდა და რეკომენდაცია არ გაგიწია, რამდენი პოსტიც არ უნდა წერო და რამდენი კურსიც არ უნდა გაყიდო, შეუძლებელია რომ შენთან მომხმარებელი მოვიდეს. რაღაც ეტაპზე აუცილებლად გაჩერდები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პირადი ბრენდის აშენება არის მთავარი ნებისმიერი სერვისის გაყიდვის დროს. შენ მარკეტერი იქნები თუ კარიერის კონსულტანტი, არ აქვს მნიშვნელობა. ჯერ უნდა იზრუნო იმაზე, რომ აუდიტორიის ნდობა მოიპოვო. ამ ნდობას ისე ვერ მოიპოვებ, შენ თუ ღირებულება არ გაეცი, თუნდაც ზოგჯერ უფასოდ. ადამიანებს უნდა დაანახო, რომ შენ უბრალოდ კონტენტს კი არ ქმნი და შენი ცნობადობის გაზრდა კი არ გინდა, შენ მათ რეალურ პრობლემებს უჭრი და ამისთვის თუნდაც 15 წუთიანი უფასო კონსულტაცია უნდა შესთავაზო, უნდა მოусმინო, უნდა იყოს ძალიან გულწრფელი და გული და სული უნდა ჩადო ამ ყველაფერში. პირადი ბრენდი სხვანაირად ისე არ იქნება რა, ლამაზი ფოტოები და კარგი პოსტები არაფერს არ ფინანსურ შედეგს არ მოგიტანს, თორე ისე შეიძლება ბევრი ლაიქები დააგროვო. ეგ არის მარილი, ანუ საკვების ჩვეულებრივი მარილია, გულისყურით მოსმენა. კი. ბატონო, ამიტომ ის ადამიანები ბოდიში გაგცემ, რომლებიც ბევრს წერენ ზოგჯერ შეთავაზებებს კარიერის კონსულტანტები, მეც ძალიან ბევრს ვიცნობ, მაგრამ თავიანთი პროფესიით ისინი თავს ვერ ირჩენენ. იმიტომ რომ მომხმარებელი მათთან არ მიდის. რატომ არ მიდის? პირადი ბრენდის აშენებას დიდი დრო და რესურსი ჭირდება და კონტენტ ანალიზი. კი, და შენ ვერ ურჩევ, ანუ შენ თუ საკუთარ თავს ვერ შველი მაგდონეზე რომ შენი პირადი ბრენდი ააშენო, იმ ადამიანს თუნდაც პატარა ბაზარზე, თუნდაც ერთ დამსაქმებელთან პირად ბრენდს ვერ აუშენებ. ვერ აუშენებ, ხო? თან ეს კიდეც სხვა ნიჭია, იცი? გაყიდვებია, მარკეტინგია ესეც და ყველას არ აქვს. შეიძლება გადასარევი კარიერის კონსულტანტია და რაღაცა პროფესიულად ძალიან მაგარი გეგმა დაგიწეროს, მაგრამ თავის გაყიდვა არ შეუძლია. თან CV-ც კარგი გაგიკეთოს, მაგრამ შენ ვერ მიდიხარ მასთან და არ იცი რომ ის კარგია, იმიტომ რომ თავის თავს ვერ ყიდის. ამ დროს უნდა დაიხმარონ მაშინ სპეციალისტები
პირადი ბრენდინგის შექმნის მიმართულებით ვინც მუშაობს, მარკეტერი, კონტენტ კრეატორი, რომ იდეები მიაწოდოს, იმიტომ რომ მე ეს ნიჭი ბუნებრივად აღმომაჩნდა. არასდროს ფრილანსერად არ ამიყვანია სოციმედიის მენეჯერი ან კონტენტ კრეატორი, მე რასაც ვაკეთებ, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ეხლა ყველას შეუძლია ამის მოფიქრება, ხო? ამიტომ როცა ხვდები, რომ ვერ ყიდი შენ სერვისს, უნდა მიმართო ისეთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარება და აუცილებლად გაამართლებს. სრულად გეთახვები ამაში. ბავშვი ყავს. კი. 3 წლის. 2 წლინახევრის. თითქმის. 2 წლინახევრის. თითქმის ტოლია ჩემი შვილის მე მგონი. ბავშვთან ერთად მუშაობ, შენც დისტანციურად, ისე როგორც მე. კი. რთულია? ძალიან რთულია. და ყველა დედამ მიცის ეს რთულია. მამებმაც იციან, იმიტომ რომ ეხლა ჩემ მეუღლესთან არის ბავშვი დატოვებული და ძირითადად, როდესაც ესე ან გადაცემაში მიწვევენ ან ორგანიზაციებთან თანამშრომლობ, ყოველთვის მამა ან დებო ზოგადად. მაგრამ 24 შვიდზე მაინც დედასთან არის და სიმართლე გითხრა მე ჩემი შვილის გამო დავიწყე ეს საქმიანობა. იმიტომ რომ მე არ ვიყავი მზად და არ მინდოდა ჩემი შვილი დამეტოვებინა ძიძასთან მარტო სახლში და მე მემუშავა 8-10 საათი და ყოფილიყავი სახლიდან მოშორებით მისგან. და პირველი მოტივატორი, რომელმაც მიუხედავად უამრავი შიშებისა და იმ სტერეოტიპების, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ, იყო ჩემი შვილი. ავდექი და LinkedIn-ზე, სადაც ყველა შარვალ კოსტუმიანი ადამიანი არის წესით და არაფერი არ უნდა დაპოსტო, ავდექი და გავაკეთე. და ეს მისი დამსახურებაა. ძალიან მაგარია, ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი ისტორიების მოსმენა, იმიტომ რომ ამოტივირებს სხვა დედებსაც, რომ ის რომ შენ ხარ სახლში და ის რომ ყავს პატარა ბავშვი, არ ნიშნავს იმას, რომ დანებდე. თუ ენა იცი, არსებობს სხვადასხვა ფრილანსერული პლატფორმები, სადაც მსგავსი ვაკანსიები ძალიან ხშირად იდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტოპ პლატფორმა არის Upwork. იქაც საკუთარი ბრენდის შენება აუცილებელი. იქაც მუდმივად აქეთ ოფერები დამსაქმებლებთან, რომ რაღაც პერიოდი მზად ხარ უფასოდ იმუშაო, შენი პორტფოლიოს გამდიდრებისთვის, შენი სკილების გაუმჯობესებისთვის, რაღაცეები იაფად აკეთო, ვიღაცა რომ 20 ლარად აკეთებს საათში პირობითად ან 20 დოლარად, შენ აკეთო 3 დოლარად, 2 დოლარად, მაგრამ სულ არაფერს ჯობია, გამოცდილებას მოგცემს, მაგრად გაგზრდის, რევიუებს დააგროვებ, შეფასებებს დააგროვებ, თან იმედია კარგს დააგროვებ და შენ ამით მერე გექნება საშუალება, რომ გახდე ერთ-ერთი ტოპ სპეციალისტი. რაღაც პერიოდი ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში მქონოდა რა და ესე მარტივი არ იყო. ამიტომ შევთავაზე კომპანიებს უფასოდ მარკეტინგული მომსახურება, ანუ გეგმა, შეხვედრა. სხვათა შორის 5 კომპანიას შევხვდი, გავუწერე გეგმა. რამაც მე ძალიან კარგად იმოქმედა ჩემს პერსონალურ ბრენდზე. რაღაც დროის მერე ნელ-ნელა დაიწყო შეთავაზებები, ბევრი მიკავშირდებოდა, თავაზობდა სამსახურს და ასე შემდეგ და ამა მომიტანა ძალიან დიდი წარმატება. რამდენიმე სამსახური მე LinkedIn-ით ვნახე, ბევრი სამსახური კიდე რაც მქონია ჩემი ჯგუფით ვნახე, იმიტომ რომ ეს არის პრეზენსი სოციალურ მედიაში. უნდა ჩანდე, უნდა გქონდეს რაღაც განაცხადი, გარკვეული ნეტვორკი უნდა შექმნა, გარკვეული community, სადაც შენ სახელს დაიმკვიდრებ, როგორც გარკვეული სფეროს პროფესიონალი. და ეს უახლოეს 10 წელიწადში კიდევ უფრო დაფასდება, იმიტომ რომ ვინც ციფრულად არ იქნება აქტიური და საკუთარი community ან პირადი ბრენდი არ იქნება, კიდევ უფრო დაბალანაზღაურებადი და შეუმჩნეველი გახდება ბაზარზე, მსოფლიოს მასშტაბით. ამას ტოპ კოუჩებიც იძახიან კარიერის მიმართულებით, იმიტომ რომ მე მაგათ ნიუსებს ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს, ამერიკელები ინგლისში კიდე ძალიან პოპულარულია პირადი ბრენდის ამბები LinkedIn-ზე განსაკუთრებით და ყველას გვირჩევენ. ნებისმიერ სპეციალისტს არ აქვს მნიშვნელობა, დაიწყეთ და გამოჩნდით. იმიტომ რომ სამყარო გაციფრულდა და სხვანაირად უკვე კონკურენტუნარიანი ვეღარ გახდებით. იმიტომ რომ უბრალოდ ვერავინ ვერ გაგიცნობთ და ვერ დაგინახავთ. ბავშვთან დაკავშირებით გეტყვი რა, კიდე კითხავ. ანუ შენ ძიძა საერთოდ არ ყოლია. საერთოდ არ ყოლია. მე გამიმართლა და მყავს ძიძა უკვე დაახლოებით 1 წელია ნახევარ განაკვეთზე. და ფრილანსერისთვის ახლა როგორიც მე ვარ, მე თვითონ ვამენეჯმენტებ ამ საათებს და ძალიან კომფორტულია უკვე. პროცესს მოაქვს ეს, რომ შენ იცი უკვე რომელ საათებში შეგიძლია მუშაობა, მომხმარებელი გელოდება, იმიტომ რომ დედლაინი გაქვს მიცემული და ზუსტად გაქვს გაწერილი შენი ასე ვთქვათ დროის მენეჯმენტი, სად როდის როგორ შეძლებ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ფრილანსერი დედობა ძალიან მარტივია შედარებით სამუშაოს კუთხით თუ მივდგებით, მაგრამ ეხლა მე რო დილის 10 საათიდან 6 საათამდე სახლიდან მუშაობდი full time კომპანიაზე. ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ გამომიცდია და მიჯაჭვული ვიყავი ლეპტოპს და ვერც ვდგებოდი ფაქტობრივად ვერსად, ხო? მაგრამ მე ესე ვამჯობინე, იმიტომ რომ არ დაუნებებულიყავი.
ჩემთვის გაჩერება სიკვდილის ტოლფასია, გუბეში ბაყაყების გაჩენის ტოლფასია და რაღაც მგონია რომ შენ თქმის არ იყოს ან ჩემი საქმიანობით ყოველთვის მინდა რომ ადამიანებს დავეხმარო. მათ შორის ჯგუფის ნაწილშიც, ფრილანსერის ნაწილში. აი ეს არის ჩათვალე მესამე სამსახური, სადაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებ იმაში რომ ადამიანებს სწორი გაიდინგი მივცე, მე თვითონაც დავეხმარო. ჩვენ საერთაშორისო დამკვეთებიც გყავს კომპანიები, ვნახე, ბოლოს კვიპროსიდან გედო ერთ-ერთი გოგონას პოსტი, რომელიც დასაქმდა შენი მენტორობით, ასე ვთქვათ და მე დაგიკავშირდა რომ გთხოვა სხვა ქართველების დასაქმებას და ნეტვორკინგი არ ნიშნავს ვაიმე გთხოვ დამეხმარე სამსახურს ვეწებ. ნეტვორკინგი არის მეგობრობის შეძენა, დახმარების გაწევა, ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება და არა ის აიგიზიარებ ჩემ რეზიუმეს და თუ რაიმე გექნება დამირეკე, ეს არავის არ დაურეკავს და ცოტა უხეში ტონიც არის ალბათ უმეტესობა ადამიანებისთვის მსგავსი მესიჯები, როცა არავის არ იცნობ და უცებ მოგდის პირდაპირ რომ აი ვეწებ სამსახურს დამეხმარე. 99% არ დაგიხმარება, იმიტომ რომ არ გიცნობს. ღირებულება არ გაეცი არანაირი, ურთიერთობა არ შემოგიყალიბებია, არ მიესალმე წესიერად, არ გააცანი საკუთარი თავი გულწრფელად. ნეტვორკინგის გაცნობიერება გვჭირდება ჩვენ ქართველებს სწორად და იმ შიშის და კომპლექსების დაძლევა, რაც მიიჩნევა ზოგადად წარმოუდგენიათ, რომ აი ნეტვორკინგი ხვეწნას ნიშნავს და ვიღაცის შეწუხებას. ეს ასე ნამდვილად არ არის. ვიღაცას რომ რაღაც რჩევა გკითხო, აი მაგალითად დამწყებით თუ ხარ განსაკუთრებით შენ სფეროში, ერთი თბილი მესიჯი გაუგზავნო და უბრალოდ რჩევით დაინტერესდე, ანუ თქვა რაღაცა მიმართულებას ხომ ვერ მომცემდით ზრდილობის ფარგლებში, დამერწმუნეთ რომ ამ ფორმით ბევრად უფრო მეტი უკავშირი წამოვა, ვიდრე ის რომ აი ჩემი რეზიუმე და ვეძებ სამსახურს. რო ეძებ, ბევრი ეძებს, მეც ვეძებ, მაგრამ ესე არ ხდება რა, ამიტომ ძალიან ხო ყველას ეს ინტროვერტი იქნება თუ ექსტროვერტი არ აქვს მნიშვნელობა, გააქტიურდით საკუთარი კარიერული მიზნებისთვის და ეცადეთ რომ ბევრ ადამიანთან იმეგობროთ. ნუ რეზიუმეს შექმნაში უშუალოდ მაინც დავაზუსტოთ. უწევ კონსულტირებას თუ შენეხმარები, კონკრეტულად შენაკეთებ მათ რეზიუმეს? კონკრეტულად მე ვაკეთებ, მათთან ერთად. მათთან ერთად. მე მათ მთლიან სამუშაო გამოცდილებას ვკითხულობ, მიღწევების ამოწევას ვაკეთებ. მარტო ის რომ მარკეტინგის მენეჯერი ხარ, არ ვკმარა, ხო? აი რა გააკეთი ამ როლზე, რითი ამაყობ, რა შედეგები მოუტანე კომპანიას, გაყიდვები როგორ გაზარდე, რამდენით გაზარდე, ყველა საკვანძო კითხვას ვსვამ აბსოლუტურად და თავად კანდიდატი პასუხობს ამას გულწრფელად, რა თქმა უნდა. ერთი რჩევა მაინტერესებს სხვათა შორის. ფუნქცია მოვალეობები და რა როლი გქონდა კომპანიაში, ანუ წარმატების მიღწევაში. მხოლოდ ბოლო პოზიციებზე პირველ ან ორ დასაქმების შემთხვევაში შეგიძლია მიმოიხილო თუ მთელი შეგიძლია ყველგან რა გაგიკეთებია კარგი ეგ მიმოიხილო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩემი CV მაგალითად აი უზარმაზარი გამოსულა ეგ რომ იცდია. კი, ძალიან კაი კითხვაა სხვათა შორის. ორ გვერდზე მეტი რეზიუმე თითქმის არავის არ ჭირდება, პირდაპირ უწევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ CV-ს პირველი ნახევარი, პირველი მესამედია მნიშვნელოვანი. აი professional summary-ს რასაც ვეძახით, ჩემს შესახებ ტექსტი და შემდეგ უკვე სამუშაო გამოცდილება და ეცადეთ, რომ ბოლო 5-10 წლის პოზიციების ქვემოთ დაწეროთ მიღწევები. ფუნქცია მოვალეობებით შეგიძლიათ, მაგრამ თითოეული ფუნქცია მოვალეობის ქვემოთ თუ KPI-საც დასვამთ, ანუ თქვენს მიღწევებს იქნება არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ავტომატურად ბრენდს ქმნის, შედეგებზე ორიენტირებული და იწვევს გასაუბრების სურვილს. და ასევე გასაუბრებაზეც გამზადებს და უკვე იცის სად რა უნდა ილაპარაკო და როგორ წარმოაჩინო შენი უნარები. რეზიუმეში არის ძალიან მოკლევადიანი სამუშაო გამოცდილებები და მე მომხმარებელს ყოველთვის ვეკითხები, ეს რატოა 6 თვიანი project based იყო, პროექტული იყო, ფრილანსერული იყო თუ რა იყო? და ძალიან ხშირია შემთხვევები, რომ ფრილანსერული პოზიციები აქვს ჩაშვებული, თითქოს full time სამსახური იყო, მაგრამ ეს რეკრუტერის თვალში აღიქმება ისე, რომ 6 თვე იმუშავე კომპანიაში, მერე წამოხვედი, მერე 3 თვე იმუშავე, ეს ძალიან ცუდი იმიჯს ქმნის. ამიტომ ფრილანს პროექტების სექცია ცალკე გაკეთდეს, უმჯობესია რომ ეგრევე მიხვდეს რეკრუტერი, შენ რომ ფრილანსეც მუშაობდი და იმიტომ გაქვს ესეთი პატარა მოკლევადიანი სამუშაოები და full time რომელიც იყო, იმას მიუწერე full time. ეს დისტანციური იყო თუ ჰიბრიდული, ესეც მიუწერეთ. და ასევე კომპანიებს მიუწერეთ ინდუსტრია. იმიტომ რომ ზოგჯერ რაღაცა BMG Group არ იცის რეკრუტერმა რა არის და გვერდზე აუცილებლად უნდა დაიწეროს ეს რითეილი იყო, მარკეტინგული სააგენტო იყო თუ რა იყო. ძალიან კარგი რჩევა ეგ არასდროს არ გამithვალის, ანუ არც ვიცოდი
და არც მიფიქრია რომ ეგეთი ღირებული იყო აქამდე, მაგრამ ეხლა გეთანხმები სრულიად, იმიტომ რომ რიტეილში მუშაობ, B2B-ში მუშაობ, თუ სამთავრობო სექტორში მუშაობ, აქ უაღრესად დიდი მნიშვნელობა, ყველას თავისი სპეციფიკა აქვს, ყველას თავისი კანონმდებლობა აქვს მათ შორის. თუნდაც აი რეკლამის ნაწილში მარკეტინგულ თემას რო შევეხოთ, გემბლინგს თავისი შეზღუდვები აქვს, ალკოჰოლს თავისი შეზღუდვები აქვს, სადაც ხომ მუშაობ მაგალითად და ყველა ნიუანსი უნდა იცოდეს მარკეტერმა, როდესაც მოდის სამსახურში გათვალისწინებული უნდა იყოს. აი ეს კანდიდატებმა არიციან, გააზრებული არ აქვთ. შენ რომ საცალო ვაჭრობის მარკეტინგის მენეჯერი ხარ, ციფრული სააგენტო არ დაგიკავშირდება. იმიტომ რომ ციფრულ სააგენტოს სულ სხვა პრინციპები აქვს მარკეტინგის მიმართულებით გასაკეთება. ძალიან დიდი მადლობა. ანუ პროფესიული რჩევები მიმოვიხილეთ ახლა სალომესგან და იმედი მაქვს რომ თქვენი CV-ს შედგენისას, გასაუბრებებისას ეს გამოგადგებათ. რაღაც სამოტივაციო შეხვედრაც გამოგვივიდა მათთვის, ვინც განსაკუთრებით არის ახალბედა ფრილანსერი, სახლიდან მომუშავე დედა, ან ეძებს ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავს. და თუ რაიმე დამატებითი რჩევა დაგჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ სალომეს სულაბერიძეს, LinkedIn-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ, ან შეგიძლიათ მეც დამიკავშირდეთ ნებისმიერ სივრცეში, ჯგუფში, Facebook-ზე, LinkedIn-ზე, ასევე შეგიძლიათ მიპოვოთ როგორც ნინო ზექალაშვილი. მადლობა რომ გვიყურეთ. იმედია შემდეგ ჯერზეც საინტერესო ამბით, როდესაც დაგიბრუნდებით, არ გამოტოვებთ ჩვენს გადაცემას. ნახვამდის.